ჩვენი გადაცემის სტუმარია ადამიანი, რომელმაც უფრო მეტი იცის სტალინზე, ვიდრე ბერია მიცოდა. მივესალმოთ ბატონ გრიშაონიანს. მოგესალმებით ბატონო გრიშა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ყველასთვის ძალიან საყვარელი და საპატიო სტუმარი ბრძანდებით და მიხარია რომ დღეს ჩემთანაც მობრძანდით, რა თქმა უნდა, მომზადებული დაგვდით სხვათა შორის, აი, აგერ მიწერია კითხვები, რომელიც უნდა დაგისვათ და აგერ მიწერია კითხვები, რომელიც არ უნდა დაგისვათ. ისე სვანებზე ანეკდოტები და ხუმრობები თუ გწყინთ ხოლმე? ნახევარი ანეკდოტები ჩემ მოგონილი და სვანები. ისე მაინც აი ახლა გაღიზიანებთ ხოლმე ალბათ რაღაც ამბები სვანებზე რომ არ გაღიზიანებთ? არა, ესე თავისუფლად შემიძლია დღეს ვიყო? კი, ძალიან თავი. არ გეწყინებათ? არა, მე მამაშელის გაზრდილი ვარ და არ წეს მე. აი, გაიხარეთ, ამის შესახებ შეგიძლიათ ისაუბროთ რამდენიც გნება. სხვათა შორის მე ძალიან მომწონს თქვენი ბენდი რა. კი ბატონო, მეც ძალიან მომწონს ჩემი ბენდი რა. ასე რომ მე უფრო მეტად ამით საყურებლად თავი საყურებლად არა მოსასმენად. კარგი, ეგეც ფაქტიურად კომპლიმენტია. დათო შენ თავზე უნდა მიიღო, მე მგონია კამპანი. კი ბატონო, მაშინ აი ასე დაგისვამთ ამ კითხვას, აი სტალინზე ანეკდოტები უფრო გაღიზიანებთ თუ სვანებზე? არც ერთ მაგიზიანებს სხვათა შორის ანეკდოტია იმისი რომ უნდა გაერთო და უნდა გაიცინო და ხო გეუნებოდით. აბა ესე ნერულობდნენ ცოტას და ისე სტალინის უყარებია მოხეშელებზე და სვანებზე ანეკდოტების მოყვება. კარგი იუმორი ქონდაო ამ. ძალიან. კარგი იუმორი ქონდა თუ მოყვებოდა რამეს და არ გაიცინებდი და შენი აჯობებდა? ალბათ ესეც იყო, მაგრამ ძირითადად არა, მე ვიხსნი რომ მართლაც კარგი მიგნებული ანეკდოტები ქონდა. ერთი მარშალი იყო გოლოვანოვი. ხო და ისყვება სხვათა შორის რომ ასე და ასე შეწყობოდაო, როცა კარხასიათზე იყო ანეკდოტებსო და სვანებზე განსაკუთრებით უყვარდაო. სვანის შეხვედრია თურმე მეორე სვანს. მეორე სვანს კი არა, მეგობარ შეხვედრია. ხო, აბა მეორე სვანსაც შეხვდება. ხო, მეორე სვანს. ხო და სათვალები ქონია მეგობარს. იმაზე შეხვდა რო შეხედა ამ სვანმა მოეწონა ეს ტყობა ყვითელი იყო რაღაცა და ოქროეგონა. ხო და სათვალი მოეწონა. სათვალი მოეწონა და არა, კარგი სათვალები გიგეთია რაღაცა. თუ ასე მოგწონს რომ გაჩუქებო რა. აჩქებს. ხო და აიგო და გავიდა ხაიდა ერთი წლის მერე შეხვდა კიდევ ერთმანეთს. და სათვალები უკეთია. მაგრამ შუშები არა აქვს. და რატო არა აქვს შუშები და ასე უფრო კარგად მოყურე. როგორც ვიცი და სხვათა შორის ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა თქვენი ვიდეოები, სადაც ლექს ამბობთ, აი ძალიან კარგად ამბობთ, მართლა საუკეთესო ჩემურია თქვა და ძალიან გულთან ახლოს მოდის ხოლმე და სხვათა შორის აი ამაშიც ნიჭიერი კაცი ბრძანდებით და იმ თქვენ საფირმო გინებებშიც კი იგრძნობა თქვენი სიყვარული პოეზიისადმი. ისე რითმულად და ისე დახვეწილად იგინებით ხოლმე რომ განსაკუთრებით მადლობები მოგდის ხოლმე თქვენგან ნაგინები ადამიანებისგან. რამდენი პოსტი იდება, აი ეხლა გუში 1200 პოსტი დაიდო ერთი მაზე რა. ხო და სულ და კარგია ყველაფერიო რა, მიწერე, მაგრამ ხანდახან შეიგინეო ისე გიხდება. ხო, არ გამოდის ისე საინტერესოა. აბა რა. ეხლა ერთ ამას მოგიყვები. სიამოვნებით. მოკლედ მე ხშირად ვისვენებდი ბორჯომში
მაშინ ეს ანტისტალინური ჰისტერია იყო და ეს თავრობა ერიდებოდა რომანოვების სახში დასვენებას. სტალინის დაჩა იყო და რა. ხო და მე ახლა როგორც სტალინის საზოგადოების თავმჯდომარე ახლა ეს პრიორიტეტი მქონდა რომ იქ მაძლევდა კი ბატონო, თან კონკურენციის არ ყავდათ არა. ხო და ახლა მივედი ახლა და პირველ სართულზე ეს არის რაც კი არის შაჰაბაზის დაჩუქარი მაგიდა არის პეტრე პირველის დაჩუქარი რაღაც არის იქ საფრანგეთის მეფის რაღაცები და ეს ძალიან დიდი ქონება არის მანდა. ხო და ეხლა ეს ზევით იმპერატორის ნამყოფია ახლა სადაც ეძინება პეპლებიანი დარბაზი ქვია ამას და დიდი ვერანდა აქვს ესა და მე იმაში ვარ ახლა რა წამოწევი იქ ახლა ვქვევი დრამი და სირისტია ხა ერთი ადამიანი მყავს მეგობარი და უთხარი რომ ვინ შეგიშვეს მერე იქა შედა ეხლა ვისვენებ იქა და ჩამოდი და დაგათვალიერებიებ სად იწვა სტალინი სად მუშაობდა პოლიტბიურო ჩაატარა ორჯერ ხო და საინტერესოა მეთქი და წამოვალო ამოვიდა ახლა შაბათ-კვირასა და აი აქ სტალინი იწვა მეთქი თქვა და რაღაცები ეუბნები მე ახლა ზევითას ვანახე უფრო კარგი იყო მაგრამ მე მან მითხრა რომ მე თუ შეიძლება მაშინ იქ დამაჭირე რა გეხვეწები რა ამ სტალინის სპალაში ნუ დავაჭირე იქ და ვთხარი მას ხაზეიკასო მაგ გავუწყვეთ მეთქი და მეორე დილას მეუბნება რომ გრიშა ამაღამაც უნდა აქ დავჩეოდა მითხარი რომელი კრაუტში იწვაო რომ იქ დავწვეო და რაღაცა მის ნატურსაწულში დავწვეო ხო ორი კრაუტი იდგა ბიჭო წუხა რომელშიც დაწვე იმაში არ დაწვია მაგრამ და მეორეში დაწვე რომ ერთ-ერთი ხო მოხდები გრიშა ბატონო ესეთი ამბავი გვაქვს ახლა ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა შემოვა შინაურები ვეძახით ტროლს და ბოტს ტროლბოტი ქვიათ მოკლედ და თქვენზე რაღაცეები აქვთ მომზადებული ესეთი წინადადება ჯერ მოусმინოთ ბოლომდე გასაგებია და შემდეგ გადავწყვიტოთ რას დაიმსახურებენ ჩვენგან კეთილგანწყობას თუ გადასახლებას დაჭერას გაციმბირებას დახრეტას თუ საჯერის უმაღლეს ზომას გინებას თქვენგან მოვიწვიოთ ესეთი ტროლბოტი ჩვენთან აბა გუგა ონისე თქვენ იცით გაფრთხილებულები ხართ მე არ დამაბრალოთ რამე ისე თუ არ მოხდება აბა თქვენ იცით დაიწყე შენ დაიწყე რა იყო გეშინია რავა შენ არ გეშინია არ მეშინია მე დავიწყებ და შენ გააგზელებ ბატონი გრიშაონიანი გააგზელი ბატონი გრიშა არ ვიცი მე მარა ზურა მანჯავიძე წერს რომ საიფარსავს ზურიკო მანჯავიძე ხდება მოიცა ზურაზე რატო ხუმრობ აბა ბატონ გრიშა ჩემი მტერია ხუმრა ბატონი გრიშა სვანეთში დაბადებული და გაზრდილია არა გაზრდილი რანაირად ბიჭო ბატონი გრიშა თავიდანავე დიდი იყო ონისე შენ იცოდი რომ ბატონ გრიშას უყვარს კუბდარი ბუნებაში სეირნობა წიგნის კითხვა ბოდიში კუბდარის მერე ვეღარაფერი გევიგე ბატონი გრიშა ლექს როცა კითხულობს ბუზის გაფრენის ხმა ისმის მერე იმ ბუს არ აინტერესებს ას კითხულობს რომ დამზუილობს აქეთ იქი ბატონო გრიშა შვანზე გვაქვს ერთი მაგარი ანეკდოტი მომზადებული ონისე მოგიყვებათ მე რატო უნდა მოუყვე შენ მოუყევი უხერხულია გელოდება კაცი შენ მოუყევი შენ უფრო გაატყვევი ხო და ბატონო გრიშა ორი ჭიათურელი შვანს ვერ უყვება ანეკდოტს არა ახლა ის ანეკდოტი ეს ბიჭი მახსოვს ხო კი ეს ძალიან კარგი ბიჭია ერთხელ ბატონ გრიშას სახში მზარჩველები შეეჭრნენ მერე
მერე დასახმარებლად თვითონ ძარცველება დარეკეს პოლიციაში. ერთხელ გრიშაონიანმა პირადი დაცვა აიყვანა და მის შემდეგ დაცვა უფრო დაცულად გზნობს თავს. პანდემიის დროს კორონას გრიშაონიანი შეხვდა. ბატონ გრიშა სტალინზე ხუმრობა არ უყვარს. კიდე კაი რო არ ვიცი. ბატონ გრიშასთან დიალოგი არ გამომივიდა. მან სპაიდერმენი და ბეტმენი არ იცოდა, მე სტალინი და ბერია. ონიშე შენ რუსული იცი? არა, არ ვიცი. არც ბატონმა გრიშამ იცის, მაგრამ იახვედრებს ყველას რის თქმაც უნდა. ონიშე შენ თუ იცი გრიშაონიანის საყვარელი ფილმი რომელია? თუ კაცი ხარ, კი არა გუში რა ვჭამე ის არ მახსოვს. გუში ხინგალი ჭამე. მართლა, მაშინ ჯარისკაცის მამა. ბატონმა გრიშამ ტიტანიკი გადაარჩინა ჩაძირვას. როგორ? აი აიზბერგს რო ეჯახებოდა, მაგ დროს გამორთო ტელევიზორი. ბატონ გრიშაონიანს პატიების შესანიშნავი უნარი აქვს. უი, მართლა. ხო, მართლა, მაგრამ მაინც და მაინც ნუ გამოჩდი ახლა. ყუილია რო ამბობენ გრიშაონიანმა ამბანის მიხედვით გინება იცისო. რატომ არის ტყუილი? ამბას სულ 33-ას ვარი. ბატონმა გრიშამ 45-აზე იცის გინება. ბატონი გრიშა ყველას უყვარს. დავისაც არ უყვარს? კაი გითო, მაგას თვითონ იტყვის, არ უნდა შენი. ხოდა წავედით ბატონო გრიშა ჩვენ. თუ რამე არ მოგეწონათ, ზურას უთხარით და. ზურა შენ ჩვენ ნუ გვეტყვი, არა მაინც და მაინც ჩაჭირდა. აბა, ბატონო გრიშა, გამოუტანოთ ახლა ამ ხალხს განაჩენი, დავინდოთ თუ გავუშვათ. სიგელები მივცეთ მადლობის. გილოცავთ არა მარტო გადარჩენას, სიგელებით დაჯილდოვებასაც. დიდი მადლობა. ორივე წარმატებული ბიჭები არიან. კი ბატონო, ნამდვილად და რადგან ასე მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი, ჩვენს დაგემშვიდობებით გრიშა ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო გრიშაონიანი.